პლანეტარული განწყობები და კვირის ასტროლოგიური პროგნოზი. ბატონო მიშა, მოგესალმებით. დილა მშვიდობისა. მოგესალმებით. როგორ გიგითხოთ, როგორ ხართ? კარგად, რა მოგვიტანეთ? მე ჩემო ხპატარა ბავშვებმა რო იცი ახოც. რა მოგვიტანეთ? პაპა. ხო, ესე იგი ჩემო კარგებო, მე მოგიტანეთ თქვენ საჩუქარი, რადგან ჩვენ 4 შაბათს შემოდის მწვანე გველის ხისტიქის წელიწადი 29-ში. ანუ ეს არის აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი კიდევ ერთი, ხო? ამასთან დაკავშირებით, აი, ჩემი ჟურნალები, აი, ნახეთ, ეს არის შენი ჰოროსკოპი, ეს არის უბრალოდ ჟურნალი ჰოროსკოპი, გაეცნობით. თითოეული თქვენთაგანისთვის როგორია წელიწადი, რა ტენდენციებია, თითოეული თვის ასტროპროგნოზი და თითოეული დღის ცალ-ცალკე ასტროპროგნოზი მთვარის კალენდრის და მიხედვით. მიგვაჯაჭ. ეს ყველაფერი პირველივე გვერდზე აწერია, როგორ შეადგინა მედიცინის მადლობა. სამედიცინო აკადემიის პროფესორმა ასტროლოგმა მიხეილ. კი ბატონო, გამოიყენეთ ისარგებლე და იყავით წარმატებულები. ეხლა ჩემო კარგებო, რა ტენდენციები ამ კვირის განმავლობაში და მნიშვნელოვანი კვირაა, მინდა გითხრათ. ერთი, იმიტომ რომ დადებითია სხვა შორის აი გეომანტია ეს გოდარძი. აი ეს გრაფიკები გვაჩვენებს იმას დედამიწა როგორ ენერგოველშია დადებითში თუ არ ყოფიჩი და რას ნიშნავს და რას გაგავლენას ახდენს. რასაც მე ხშირად ვამბობ, აი დღესაც ამით ვიწყებ. დედამიწა ამჯერად პოზიტიურ ენერგოველშია. რაც კარგია, იმიტომ რომ განწყობა უმჯობესდება, იდეების, პროექტების რეალიზაცია ადვილდება, ურთიერთგაგება მატულობს ამის შედეგად ადამიანებს შორის და დადებითი პოზიტიურ ენერგოველი ყოველთვის ხელს ყოფს წარმატებას. ეს ერთი. ეხლა მეორე, სამი გეომაგნიტური დღე გვაქვს. ანუ ჩვენ გვაქვს სამშაბათი, 4 შაბათი და კვირა. აი სამი დღე ცოტა ყურადღებით, თუ რაღაცნაირის პრობლემები იქნა, უგუნებობა დროულად მიაქცეთ ყურადღება, აქ რა არის საჭირო, იცით უკვე ან წამლების პროფილაქტიკა, თუ მაღალი წნევა, თუ დაბოლია ყავა. ამ დროში რომ მაღალი წნევები იყო? იყო თავისთავად, იმიტომ რომ გეომაგნიტური ბევრი დღეები იყო, ხო? თავისთავად, ასე რომ მაგი არ გაიკვირდეთ. მაგრამ ეხლა გვაქვს ესეთ სამი განსაკუთრებული, იმიტომ რომ მზეზე აფეთქებები იყო გოდარძი და ამან გამოიწვია სწორედ ესეთი მომრავლება გეომაგნიტური დღეებისა. ეხლა ამასთან ერთად კიდევ სხვა მნიშვნელოვანი მომენტი, ესე 29-ში 4 შაბათს შემოკარგებო ის, რასაც ჩვენ საუბრობდით, ანუ ის რიტუალები და აბა, გავშევახსენოთ ჩვენს მაყურებელს კიდევ. ხო, ან 3, ან 9 ცალის ანთელი, ხო? და ჩაუთქვავთ თუ 9 არის 9 სურვილს თუ 3-ია 3 სურვილს ხო? 10-ია? არა, 10 არ შეიძლება. 9 გვაქვს ჩვენ რიცხვი მაქსიმუმი ამ წელს და აქედან გამომდინარე ეს ერთი რიტუალი, მეორე რიტუალი ფინანსური. ანუ იღებთ ან 3 ან 9 წელს 1 ლარიანს, ხო? გვერდით დაუდებთ ცალ-მხარეს წყალს, ну წყლის ჭიქას რაღაცა წყლით, მეორე მხარეს რაღაც ხის ნაკეთობას. და ამას შაუთქვავთ, რა გინდათ რომ მოხდეს და დილამდე დატოვეთ. ოღონდ კარგი იქნება თუ ამ პროცედურას ჩაატარებთ 16 საათზე 35 წუთზე, 29 რიცხვი. ხო, აქ არის პიკი, თუმცა მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელია და კიდევ ერთი ჩამოწერეთ. რა გინდათ რომ მოხდეს? თქვენ ცხოვრებაში 3 ან 9 სურვილი და დღეში რამდენჯერმე წაიკითხეთ ეს სურვილები. აი ეს რიტუალები გავაერთიანოთ სურვილები შეიძლება. კი, როგორ შეიძლება. აი ეს ყველაფერი იქნება ძალიან კარგი, რომ შემდგომ უკვე ამ სურვილების ახდენა მოხდეს, იმიტომ რომ შემოდის მწვანე ფერის გველის წელიწადი, რომელიც იმედია რომ იქნება უფრო მშვიდი ვიდრე 2024, რომ ახლა თლად 7 არ იქნება გველი, არ შეიძლება იყოს 7, ეგ წელიწადები არ არის. რევოლუციურია თავის სულისკვეთებით, მაგრამ შედარებით უფრო მოლაპარაკებების პერიოდია, ჩხუბის შემდგომი პერიოდია, შეიძლება ეს. სიბრძნის პერიოდი. ხო, იმიტომ რომ 24 დრაკონი იყო და დრაკონი ყოველთვის ჩხუბთან ასოცირდება. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ყველას მიულოცო წინ და წინ უკვე აღმოსავლური მთვარის კალენდრით, ახალი წლის ჩვენ ახლა მზის კალენდრით გქონდა თავისთავად, ხო, ახლა უკვე მთვარის კალენდრით არის აღმოსავლური წელიწადი და იმედია რომ ყველასთვის იქნება ფეხბედნიერი იგი. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ჩვენ გავუდგეთ 29-ში, რატოა ახალი მთვარი? ახალი მთვარი აღმოსავლური კალენდრით ყოველთვის არის ახალმთვარეობაზე, აი ეს ახალი წელი. ეს არის მე-13 ახალმთვარეობა. ანუ მოდი ესე ვთქვათ, ახალი წელი კი არის, მაგრამ მაინც ახალმთვარეობაა და სად არის ახალი მთვარის ახალმთვარეობა? მერწყულში. ანუ ზედამთვარე აქ ხვდებიან ერთმანეთს მერწყულში, ესე იგი ცოტა ახალმთვარეობას იცით. ზოგ შეიძლება უგუნებობა გქონდეს, ზოგ წნევა, ზოგ შეიძლება რაღაც პრობლემები, კონფლიქტები, ვეცადოთ ახალი მთვარის დღე მშვიდად გავიაროთ. ილოცეთ, დალოცეთ ყველა, მოეპერეთ ერთმანეთს, ახალ წელს შევხვდით კი ბატონო, არავით არის ამათი კეთილი სიტყვები ვთქვათ. ხო, არავით არის კონფლიქტი, არავით არის მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება ამ დღეს. ყოველდღიური საქმეებით შემოიფრთხილოთ ხოლმე. ეხლა კიდევ მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ჩვენ, ვერ გავექცევით ამას. ხვალ
სამშაბათს მერკური, ეს არის გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა და კომუნიკაციის. იგი გადადის მერწყული ზოდიაქოში 14 თებერვლამდე. ანუ ადამიანებს ექნება უმაღლესი ლოგიკური აზროვნება, გონებამახვილობა, ლტოლვა, სიახლეების, რეფორმებისადმი და ყველაზე კარგი პერიოდია ინტერნეტთან ურთიერთობისთვის. ყველაზე კარგი დროა პროგრამული სისტემების ასათვისებლად, ახალი მეგობრული კონტაქტების და ძველი ურთიერთობების ასამაღლებლად. ხოლო უკვე ხუთშაბათს რა ხდება? მნიშვნელოვანი მოვლენა, კარმული კვანძები არსებობს, ასე იცნება, აღმავალი კარმული კვანძი, რომელიც ადამიანის კოსმიურ მისიაზე მიუთითებს, ტოვებს ვერძი ზოდიაქოს, წლინახევრის მერ და გადადის თევზებში. წლინახევრით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, თუ თითოეულ ჩვენთაგანისგან ეს მოვლენა ითხოვს მეტი სულიერების, მეტი რწმენის წინა პლანზე წარმოჩენას, კოსმიური კანონზომიერებების შესწავლას და ნაკლები მატერიალიზაცია, ნაკლები ლტოლვა მატერიისადმა ყოველდღიური, ასე ვთქვათ, მოვლენებისადმი. სულიერება წინა პლანზე უნდა წამოწიოს ადამიანმა, თუ უნდა დადგეს სწორ კოსმიურ რევოლუციურ გზაზე. ქველმოქმედების დროა შემოკარგება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკვე პარასკევს ურანი. ეს მოულოდნელობების მმართველი და თქვენი მერწყულების მმართველი პლანეტა აქამდე იყო უკუმავალი, ხდება ახლა სტორმავალი, დირექტული, რაც ნიშნავს იმას, რომ გაგვიადვილებს მათ შორის ახალი საქმის, ახალი სამსახურის, ახალი პროექტების წინა პლანზე წარმოჩენას და მათ რეალიზაციას და რომ მეტად შემოიტანს დემოკრატიულ ფასეულობებს სამყაროში. აი ეს მოვლენები ყველაფერი გვაქვს ამ კვირის განმავლობაში და ახლა მოდით ნახოთ სხვა მოვლენები ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივები. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი პერსპექტივები გვაქვს წინ, თუ რადგან კვირა მთლიანობაში კარგია, ბევრ ნიშანს კარგ შესაძლებლობებს აძლევს. აი ვიწყებთ ვერძიდან, ხო? ვერძი ხდება უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, უფრო ინიციატივიანი. ყოველ დღე ემატება ჯანი, ენერგია, იმუნიტეტი მადლობს, ამიტომ ეს შანი ხდება ფრიად აქტიური. აი, ვისთვის არის კარგი ურთიერთობა ინტერნეტთან ახლა. ვერძისთვის მაქსიმალური კონტაქტები, მეგობრული კონტაქტები უფრო მაღალ დონეზე ავა, მეგობართა თანადგომას უფრო მეტად იგრძნო. ეს ის პერიოდია, როდესაც სიახლეები უნდა შემოიტანოს. შეიძლება ახალი ვარსკვლავობა, შეიძლება ახალი ტანსაცმელი, შეიძლება ახალი მანქანა, შეიძლება ახალი მობილური ტელეფონი, ახალი იდეა, პროექტი, ახალი შესაძლებლობები, ანუ სპონტანურ იმპროვიზაციას მოითხოვს თქვენგან სამყარო, ორიგინალურ თვითგადაწყვეტას და არასტანდარტულ აზროვნებას. მაშინ იქნება წარმატებული. რაც შეეხება კუროს, კუროების ენერგოტონუსი ეცემა. ანუ კუროებო ცოტა მეტად გამოაძინეთ თავი, პლუს ამას ცოტა მეტად დაასვენეთ. რატო ახლა ეს აუცილებელი? არა მარტო იმიტომ, რომ არ გადაიღალო და შეცდომები არ დაუშვათ, რისი ალბათობა ამ დროს არ გადატვირთვის შემთხვევაში, არამედ საქმიანი კუთხით საკმაოდ კარგი პერიოდია. ამიტომ იცის, რომ თქვენ საქმე გააკეთოთ და შეცდომები არ დაუშვათ, საჭიროა რომ დრო და დრო დაასვენოთ შესაბამისად ორგანიზმი, უფრო მეტად ვიდრე მას სხვა დროს ჭირდება დაუშვათ, ხო? აქედან გამომდინარე, შანსები უდაოდ გააქვს ამ ნიშანს, მათ შორის პროფესიონალური განვითარების კუთხით. მაგალითად, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლა. ძალიან კარგი იქნება ახლა. შეიძლება ახალი წინადადებები მიიღოთ, ხელმძღვანელთა მხრიდან დახმარება მიიღოთ, შეიძლება ზოგიერთი ახალი თანამდებობის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ, რომ თქვენ აქ შეცდომები არ დაუშვათ, სწორად იმოქმედოთ და კარგი დიპლომატიური ურთიერთობები შეინარჩუნოთ ხელმძღვანელ პირებთან. საჭიროა რომ დრო და დრო დაასვენოთ საკუთარი თავი, საკუთარი ტვინი, რომ ვიმეორებს შეცდომები არ დაუშვათ. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპებს ვერ გააჩერებთ. ახლა მათი დროა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ენერგიული ინიციატივანი ნიშანია, ფრიად გონებამახვილი საინტერესო იდეების მატარებელია, იღებს დახმარებას მეგობრებისგან, ათასებისგან, ახლობლებისგან, ყველა ეხმარება ახლა ტყუპებს, თვითონაც ისეთია, რომ გვერდზე ამოგიდგება და ყველაფერს გააკეთებს, რაც თავარია მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დროა. უცხოეთში სწავლა, უცხოენების ათვისება, რაც მათ ძალიან კარგად გამოსდით სხვა შორის და როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნება ფრიად პოპულარული. მადლობს მასში ოპტიმიზმი, მადლობს მასში ენთუზიაზმი, კომუნიკაბელურობა. ამიტომ იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა, მრავალფეროვანი შეხვედრები, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იქნება. ამიტომ აქტიურად, რომ ეს პერიოდი გამოიყენოთ, იმიტომ რომ თან ენერგოტონუსი ჯანმრთელობა ამის საშუალებას გაძლევთ, რომ იყოთ აქტიური. რაც შეეხება კირჩხიბს, აქ პირიქით ენერგოტონუსი ეცემა. კირჩხიბებო თქვენც უნდა გამოიძინოთ, დრო და დრო დაასვენოთ საკუთარი თავი. რატო? იმიტომ რომ საქმიანი კუთხით საკმაოდ კარგი პერსპექტივებია. თქვენ გამოდიხართ ილუზიური მდგომარეობიდან, ზღვარგადასულ ფანტაზიებს თავსანებებ და უკვე რეალურ ფაქტებს კარგად ხედავთ. ეს გაძლევთ საშუალებას სწორი მოქმედებისა. და აქ სხვა შორის შეიძლება ფინანსური საკითხების გადაწყვეტას და ზოგიერთი იდეების რეალიზაციას მოახდინოთ, ოღონდ ამისთვის საჭიროა რა, რომ ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი და შეცდომა არ დაუშვათ გადაღლილ მდგომარეობაში. რაც შეეხება
ესეთ ნიშანს, როგორც არის ლომი, აი ლომი ბევრი ისეთ რამის დაინახავს, რასაც არ ელოდა. აი უცებ დაინახავს, რომ ადამიანები, რომელსაც იგი ენდობოდა, სულაც არ აღმოჩნდნენ ისეთები, როგორც მას ეგონა. ამიტომ გულაცრუების გარკვეული მომენტი არის, მაგრამ ცუდი არ არის, ილუსტრაცია ხდება. უცებ დაინახავს, ვინ არის, და იქნა გამომდინარე სწორ ნაბიჯებს გადადგავს. მაგრამ მე არ გეტყვის, რომ მატულობს პერიოდი იღბლიანია, ამას წყალი არ გაუვა. ეს ის პერიოდი, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობა. გიდა ბიზნეს საქმიანი პარტნიორული თანამშრომლობა, პირადი ურთიერთობა, ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შემოქმედებითი ნიჭის დაუნარის გამოვლენის კარგი შესაძლებლობები. ამიტომ საკმაოდ კარგი პერიოდია კლუბს. უბრალოდ ილუსტრაციისთვის იღავით მზად, რომ ბევრს დაინახავთ იმ სახით, როგორც ის რეალურად არის. და არა ისე, როგორც თქვენ გეგონათ. ქალწულს რაც შეეხება, მოდი ერთი თქვა, ცოტა დაღლილობას იგრძნობს ქალწული. ეს ნამდვილად არის, მაგრამ დაისვენოს და აქტიურად ემოქმედოს. აი ეს ორივე უნდა შეუფარდოს ერთმანეთს. რატო? იმიტომ რომ ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს. აი შეიძლება გამოვლიდნენ ფარველები, რომლებიც მაქსიმალურად დაეხმარებიან მათ შორის იდეების, პროექტების რეალიზაციის ან დაფინანსების კუთხით. ხელმძღვანელი პირებისგან იღებს ძალიან საინტერესო წინადადებებს და დახმარებას, ამიტომ ამის არ გამოყენება ეხლა არ შეიძლება, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს ცოტა დასვენებული. მიეცა საშუალება დაისვენოს, გამოიძინოს, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით ძალიან კარგი პერიოდი. იდეების რეალიზაცია, ზოგიერთი გეგმების გადახედვა, ახლებურად შეიძლება წარმართვა იდეებისა, რაც ფინანსური კუთხითაც იქნება სასიკეთო და ურთიერთობების ახალი საინტერესო თანამშრომლობის კუთხითაც იქნება კარგი. ამიტომ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია, მაგრამ რადგან იმუნიტეტი ეცემა, დაასვენოს დრო და დრო საკუთარი თავი. ეხლა რაც შეეხება სასწორებს. სასწორებო სიყვარულის დროა. ეს თქვენთვის საუკეთესო პერიოდი. ამიტომ სახლში ნუ გაიჭედებით. მოდი ესე ვთქვათ, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა საზოგადოებასთან. საზოგადოებასთან, კი, რაც შეიძლება მეტი. დავუშვათ იქ შეხვედრები იქნება, პრეზენტაციები იქნება და შენგო რაც შეიძლება მეტად გამოჩნდა. და დარჩეს ბოლომდე. რასაკვირველია, ნუ ახლა თუ გაიქცა, ახლა რა აზრი. ესე იგი, მოდი ესე ვთქვათ, კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება წარმატების მომტანია. ძალიან კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობებისა და თავგადასავლებისათვის, შვილებთან კონტაქტის ზემაღალ დონეზე ადის, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნება კარგი, სხვა შეიძლება პროფესიონალური დაწინაურების წინაშეც კი აღმოჩნდეს ეს ნიშანი. ერთი სიტყვით სიყვარულისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნაყოფიერი პერიოდი და ბევრი საკითხი ისე წყდება, რომ თვითონ მას უკვირს. ძალიან ადვილად. პრობლემები ქონდა, ძალიან ადვილად წყდება ეს ყველაფერი და თვითონ უკვირს, როგორ მოხდა ესე მოულოდნელად ყველაფერი ძალიან ლამაზად ლაგდება მის ცხოვრებაში. ამიტომ იაქტიუროს თან ერგოტონუსი მატულობს, ჯანზე მოდის, ქარიზმა მატულობს, რაც ხელს უწყობს წარმატებებს. ეხლა რაც შეეხება მორიელს, აქაც იგივე მომენტი გვაქვს, როგორც სხვა წყლის ნიშნებთან, ანუ რა, ენერგოტონუსი ეცემა, იმუნიტეტი ცოტა დაბალია, ამიტომ დაღლის მომენტი აქვს ამ ნიშანს, მაგრამ რა გააჩერებს მაინც მორიელს, როცა ძალიან კარგი პროექტების წინსვლის და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები ეძლევა ამავდროულად. ამიტომ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია, მაგრამ ჯანმრთელობა რამდენად გაგიშვებთ? აი ეს არის მთავარი. ამიტომ დაასვენეთ თავი, მიესწრით ორგანიზმის აღდგენის საშუალება, დახარჯული ენერგიებისა, მაშინ საქმესაც კარგად წარმართავთ. დაასვენეთ კიდეც ორგანიზმს და სხვა ჩვენს პოპულარობას მოიპოვებთ. იმიტომ რომ აქ დახმარება სხვეთი მხრიდან, სხვების მხრიდან მეტად გრძნობთ, საყოფაცხოვრებო პრობლემები ქონდათ, ადვილად გადაწყვიტავთ, რაც თავარია დახმარებას თანადგომას გრძნობთ ახლობლების მხრიდან, ნათესავების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ერთიორად აუძლიერებს თქვენს წინსვლას და თან ინტუიციაზე მზარდი გაქვთ, რომელზეც დაკნობით სწორ არჩევანს აკეთებს სწორ ნაბიჯებს გქავთ. ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. შვილდოსნებს რაც შეეხება, ხარ ვიცი დღეს ოთარი არ აყვავს, ალბათ იმიტომ რომ არანახულად ბევრი ენერგია აქვს უკვე. დარბის და იმიტომ არ მოვიდა სადახმარებლად. არა, მესმის ახლა მაგის გაჩერება ხა შეუძლებელია, იმიტომ რომ გაუჩერებელი ნიშანია, თან ყველაფერი გამოსდის, ყველა ეხმარება და თანადგომა არ ნახულია. ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, პარტნიორული ურთიერთობების, თანამშრომლობის, ახალი საინტერესო ინფორმაციის მიღების, მგზავრობის, მოგზაურობის პერიოდი. ამიტომ შვილდოსნებო, თქვენი გაჩერება ახლა არ შეიძლება. იმოძრავეთ, რაც შეიძლება მეტი რომ იყოს წარმატებულები. თხის გასვლა შორის კარგი ფინანსური პერიოდი აქვს. აი მიუხედავად იმისა, რომ ერგოტონუსი ცოტა ეცემა და დრო, რადგან იმუნიტეტის ნაკლებობა აქვს, დასვენება აუცილებლად ჭირდება. სამაგერად ფინანსური კუთხით ძალიან საინტერესო ბიზნეს პროექტებში ჩართვება. ადრეული საქმეებიდან, პროექტებიდან ახლა ფინანსურ დივიდენდებს იღებს, შეიძლება პრემიების, ბონუსების წინაშე აღმოჩნდეს ერთი სიტყვით. თან ისეთ პროექტებს ანხორციელებს, რომელიც ასე ფინანსური კუთხით ძალიან მომგებიანი იქნება. ინვესტიციებისთვის, კაპიტალ დაბანდებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, მაგრამ ცოტა გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას. აი ამ პირობებში.
თავარი ფავორიტი. მივადექით ჩვენ მერწყულებს. გაიწყო. ახლა მზე წყულშია, პლანეტა მერკური ხვალიდან გადადის მერწყულის ზოდიაქოში, პლანეტა პლუტონი ხდება, ამიტომ ემატება ყოველდღე ენერგია, ჯანი. თუ რაღაცა პრობლემები იყო, ადვილად წყდება, ჯანმრთელობის პრობლემებიც ნელ-ნელა დალაგდება, მოწესრიგდება. იღბლიანობა ყველაზე მაღალი აქვს ახლა მერწყულს. ამიტომ მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, იმოძრავეთ, იმოგზაურეთ. ახლა არის პერიოდი, როცა ყველაფერი გამოგდით. შარმე მეზიდულობა, მატულობს კონტაქტები, მრავალფეროვანი იდეები დარწმუნებია, მარწუხებისგან თავისუფლდებით, მერწყულებს გიყვართ თავისუფლება. ახლა მოდის ეს თავისუფალი მოქმედების დაბადების თვეა, დაბადების. ხო და აქედან გამომდინარე, ჩემო კარგო, იმოძრავეთ. ახლა თქვენ გაქვთ საინტერესო ახალი იდეების, პროექტების რეალიზაციის საშუალება. საინტერესო ადამიანების გაცნობის, მათი დახმარების, თანამშრომლობის პერიოდი, ამიტომ მაქსიმალურად იმოძრავეთ და ის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოთ, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ. ამისთვის საუკეთესო დროა. სხვაჩვენს გინდათ პირადულში, გინდა ყველა სხვა სფეროში ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს ამნიშანს. გაჩერება თევზებს. თევზებო, ჩემო კარგებო, თქვენს გაქვთ ძალიან საინტერესო პერიოდი, რა კუთხით? ერთი შემოქმედებითი კუთხით, ერთი. ნიჭი უნარი. მეორე პირადი ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობა, სასწავლო კონტაქტების სფერო ძალიან კარგია. ამიტომ აქაც შეგიძლიათ ძალიან კარგად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები და აქაც თქვენს უნდა იმოძრავოთ, ასე თქვა, წინა პლანზე წამოიწიოთ, მაგრამ ამავდროულად კოსმოსი ითხოვს რას? თქვენ ნელ-ნელა უახლოვდებით დაბადების წინა პერიოდს. ეს რას ნიშნავს? ენას კვილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ვინ მოგწონთ, რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ წინ და წინ, ნუ გათქვავთ და ამასთან ერთად ცოტა გავფრთხილდით ენერგოტონუსს. ძალიან ნუ გადაიღლებით. დროდადრო თქვენს დაასვენეთ საკუთარი თავი, მაგრამ სხვა მხრივ პერიოდი უდაოდ კარგია და სხვა შორის იქნებოდი ძალიან კარგი ფსიქოლოგია ამ პერიოდში. ან ფილოსოფიის სფეროში, ხელოვნების სფეროში, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის კუთხით ძალიან კარგი პერიოდი, რომელიც მრავალფეროვან შესაძლებლობებს გვაძლევს. ამიტომ კონტაქტები, შეხვედრები, პარტნიორული თანამშრომლობა იქნება საკმაოდ ნაყოფიერი. ამიტომ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია, ოღონდ დროდადრო ცოტა გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას და დავასვენოთ საკუთარი თავი. ეს არის და ეს. ასე რომ 12-ვე ნიშანი გაფრთხილებულია, კიდევ გილოცავთ. დამდეგას თქვა თვარის კალენდრით, აღმოსავლური კალენდრით ახალწელს და ხოლმე კარგ გისურვებთ. დიდი მადლობა ბატონო მიშა, გემშვიდობებით უკვე მომავალ შაბათამდე. ახლა შესრულდა 9 საათი, ახალი ამბების დროა, ეთერს უთმობთ კეთევან გრიგორ